აბა გადაიდეკე. ხშირად მამა გაბრიელის და უწმინდესის აზრები ერთმანეთს ემთხვეოდა. მახსოვს ერთხელ სენაკში, მამა გაბრიელთან კოშკში აღელვებული მივედი და ვუთხარი, რომ მამა გაბრიელი მეტად აღარ შემიძლია ჯვრის ტვირთვა, ჯვარი უნდა მოეხსნა მეთქი. მამა გაბრიელი დაფიქრდა, ხატებისკენ შეტრიალდა, შემდეგ მდუმრიად ილოცა და მითხრა: მოთმინება იქონია, დედაო და დაო, ჯვარს შენით ნუ მოიხსნი, ვინც მოხსნის ჯვარს, ის აგებს პასუხს. განა პატრიარქს არ უჭირს, განა შენ არ იცი, კათალიკოსის ისე ამბობდა, კათალიკოსის ჯვარი რამძიმეა. პატრიარქი ხომ ორ ჯვარს ატარებს ეკლესიისა და ერის, იმან რა უნდა ქნას. მაგრამ მე ასეთმა პასუხმა იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ არ დამაკმაყოფილა ამ პასუხმა და მაშინ კიდე მე არ ვიცოდი ხა მამა გაბრიელის წმინდანობა და მამა გაბრიელის მე აი ესე როცა სავსურ მოქმედებას გამოავლენდა და ან რაღაცა უცნობიერებს ჩავიდნენ და ყოველთვის ფიქრობდი, რომ ბრძენია თუ სულელია თუ იმიტომ რომ იმდენად მე რომ აკარწყლებდა მას ყველაფერს ყოველთვის ამოუცნობი რჩებოდა. ამდენად ეხლა მე უნდა დამეჭერებინა ამ სიტყვებისათვის, მაგრამ მე წავედი პირველ მოძღვართან, სულიერ მოძღვართ კათოლიკოს პატრიარქთან და თან აღელვებული ვარ და რომ შევედი უწმინდესი თბილად შემხვდა და როგორც კი როცა კურთხევა ავიღე, მაშინ ყვედრებით უთხარი, რომ თქვენი უწმინდესობა, რატომ დამადეთ ასეთი მძიმე ჯვარი? უწმინდეს უცბად სახე მოეღრუბლა და წყრალად მითხრა: ეს ჯვარი მე კი არ დაგადე, ღმერთმა დაგადო, რაც უფრო გაექცევი ჯვარს, მით მეტად დაგამძიმებსო. უძღვართა